ქუთაისის საქალაქო სასამართლო ნაციონალური მოძრაობის სარჩელით 11 უბნის შედეგების გახსნის და ბიულეტინების განმეორებით დათვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა უარის მიზეზად სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებები დაასახელა. საჩივრის ავტორი გია უკრება სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა ჯერჯერობით არ იციან გაასაჩივრებენ თუ არა. პროცესზე ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობის საჩივრის განხილვაზე მოსარჩელე მხარემ დამატებით 2 შუამდგომლობა დააყენა. Ვითხოვდით ჩვენ ჩამოთვლილი უბნების ხელახლა გადათვლას, ხოლო გადათვლის შედეგად თუ აღმოჩნდებოდა ეს დარღვევები მის გაბათილებას, სამწუხაროდ სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განხილული იქნა საარჩევნო სუბიექტის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის სარჩელი საკმაოდ დიდი მოცულობის საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილაცნობის მოთხოვნით და საოლქო საარჩევნო კომისიის 59 საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული აქტის ბათილობის მოთხოვნით. სასამართლომ უარი უთხრა ყველა მოთხოვნის საკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უსაფუძვლობის გამო. და ბუნებრივია, ეხლა გასაჩივრებისათვის არსებობს ერთდღიანი ვადა და უფლებამოსილია წაგებული მხარე სააპელაციო საჩივრით იმავე სასამართლოს მეშვეობით მიმართოს სააპელაციო სასამართლოს. გამაფრთხილებელი აქცია დღეს იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა სამედიცინო პროცესის შეჩერების გარეშე გამართეს. ექიმები მათთვის უკანონო დაკისრებულ სოლიდურ ფინანსურ სანქციებზე საუბრობენ. მედიკოსების თქმით, ისინი ჩემი ოჯახის კლინიკამ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტებზე გაწერილი არასწორი დოკუმენტაციის ბრალდებით უკანონოდ დააჯარიმა. ჩვენი საავადმყოფო იმერეთის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფო წარმოადგენს კომპანია ჩემი ოჯახის კლინიკის შემადგენელ ნაწილს. კომპანიამ დაგვაკისრა ექიმების ფინანსური ჯარიმა, ფინანსური სანქციები, ვითომდა მათ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ავადმყოფებზე ჩვენი წარმოებული დოკუმენტაციებში დანაკლნი იყო ტექნიკური ხარვეზები, რითაც კომპანიამ განიცადა ფინანსური ზარალი, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, ეს თანხები არ დაკორექტირებულა, მაგრამ ეს ვირტუალური ზარალი ჩვენთვის აქციას რეალურ ფინანსურ სანქციებად. წვეთი, რომელმაც აი ამ ექიმების გელვარება გამოიწვია, ეს იყო კომპანიის მიერ განხორციელებული ფინანსური სანქციები, საკმაოდ სოლიდური ფინანსური სანქციები თითქმის ყველა ექიმის მიმართ, განპირობებული სამედიცინო ბარათებში არსებული მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხარვეზებისათვის. კიდევ მინდა ხაზი გაუსვა ექიმების ფინანსური დაჯარიმება განპირობებული არა მკურნალობის ხარისხით, არამედ სამედიცინო ბარათებში არსებული უმნიშვნელო ხასიათის ტექნიკური დარღვევებით. სამწუხაროდ ხდება ისე, რომ კომპანიას თავისი ფინანსური ინტერესები აქვს, ჩვენ კი მხოლოდ ვეძებთ გზებს და საშუალებებს ჩვენი უფლებების დასაცავად. ხარისხის შენარჩუნებისა და პაციენტებისთვის უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით დაწესებულ შიდა კონტროლზე საუბრობს ჩემი ოჯახის კლინიკის იმერეთის რეგიონული კოორდინატორი. ანჟელა ორჯონიკიძის თქმით, ექიმების უკმაყოფილება აუდიტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოიწვია. წელის შიგნით შეიქმნა აუდიტის ჯგუფი, რომელიც გარკვეული პერიოდულობით ამოწმებს სამედიცინო დოკუმენტაციას და სწავლობს მის შესაბამისობას საქართველოში არსებულ საკანონმდებლო საფუძვლებთან. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოხდა ამ კლინიკაში სამედიცინო ისტორიების შეფასება, რამაც გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია სამედიცინო პერსონალიდან. თუმცა ეს პროცესი არის ცოცხალი პროცესი და უახლოესი დღეების განმავლობაში პროცესი განლაგდება ისე, რომ მომსახურება იყოს ხარისხიანი და სამედიცინო პერსონალი იყოს გარკვეული თავის როგორც უფლებებში, ასევე ვალდებულებებში. იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფოს ექიმები კი აცხადებენ, რომ თუ დაკისრებული ფინანსური სანქციები არ მოიხსნება, აქციებს მომავალშიც გამართავენ. არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის წევრები საქართველოს 9 რეგიონში კომუნალური სერვისის მომხმარებელთა უფლებების გაუმჯობესების მიზნით შეხვედრებს მართავს. ადგილობრივი თვითმმართველობის ენერგოპროს, ბუნებრივი აირის და გაერთიანებული წყალმარაგების კომპანიების წარმომადგენლებს NGO სექტორმა მომხმარებელთა უფლებები კიდევ ერთხელ შეახსენეს და არსებული მდგომარეობა შეაფასეს. პროექტის განხილვა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. მასშტაბით ჩვენ დავდებთ საბოლოო სურათ, თქვა რა პრობლემები აქვს აბონენტებთან ურთიერთობაში, თქვა სოკარს აბონენტებთან გაერთიანებული წყალმარაგების კომპანიას აბულოებია, ენერგოპრო ჯორჯიას და სხვა ელენია სხვა რეგიონებში და კახეთის ენერგოსტაცია თქვა თელავში. საშუალოზე დაბალი, იმიტომ რომ პრობლემები ყველგანაა და რაც ყველაზე საინტერესო ანალოგიური სისტემური ხარვეზები იკვეთება
და ჩვენ საბოლოო ჯამში ვაპირებთ არა რეგიონულ თქვათ სერვის ცენტრებთან ურთიერთობას, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს ინსტიტუციონალურად მაინც ცენტრიდან მოდის ასე თქვათ ეს მექანიზმები. ერთი მთლიანობაში ამ რეკომენდაციების გაგზავნას ცენტრალური ოფისისათვის. საიას ქუთაისის ფილიალს ქონია რამოდენიმე შემთხვევაში მოქალაქეებმა მოგვმართეს სხვადასხვა კომუნალური ორგანიზაციების მიმართ თავიანთებების დარღვევის თაობაზე და ხშირად საბედნიეროდ წყალმომარაგების და ენერგეტიკის პარალელური კომისიას ჩვენი საჭიროებით უკმაყოფილებიან და ჩამოუწერია მომხმარებელზე უკანონო დარიცხული საურავები და მომსახურების საფასურები. სამედიცინო კორპორაცია ევექსი მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიულ სასწავლო კურსს თავაზობს. 6 თვის განმავლობაში მედიკოსები საექცნო საქმეს დაეუფლებიან. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ევექსის ქსელის ჰოსპიტალებში დასაქმდებიან. სამედიცინო კორპორაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ 36 კლინიკას აერთიანებს. ჩვენ ჩათვალეთ საჭიროდ, რომ უწყვეტ სამედიცინო განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული არის ჩვენს კორპორაციაში და ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რადგან ჩვენ ვაკეთებთ ამ ახალ პროგრამას, საექნო პროგრამას, სასერტიფიკატო პროგრამას, რომელიც მისცემს საშუალებას არსებული ექნების კვალიფიკაციის ამაღლება და მისცემს საშუალება ასევე დასაქმება ჩვენ ქსელში. ანუ ყველა ექთანი, ვინც გაივლის ამ კურსს და ვინც ჩააბარებს ტესტებს, ყველაზე იქნება გარანტირებული სამუშაო ადგილი ჩვენს ქსელში. დღეიდან ოფიციალურად ცხადდება მიღება ჩვენს სასწავლო კურსზე, საექნო სასწავლო კურსზე. სასწავლო კურსის მიღება 23 ივნისიდან 8 სექტემბრამდე იზარმოებს საბუთების მიღება. სწავლა არის 6 თვიანი. სწავლის მეთოდიკა არის კომპლექსური, თეორიული თეორიული ლექცია, სემინარები, პრაქტიკული უნარების განვითარება და აუცილებლად ჩვენს კლინიკებში ასევე პრაქტიკის გავლა სწავლის პროცესში. პოეტ შალვა გოგიაშვილის ფსევდონიმით კარმელის მოღვაწეობის შესახებ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმსჯელეს. ლექტორ მასწავლებლებმა იმ პერიოდზე ისაუბრეს, როდესაც იგი ცისფერ ყანწელთა რიგებში აღმოჩნდა. 1921 წელს შალვა კარმელი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრადაც იქნა არჩეული. პროფესორმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა მოხსენება წაიკითხა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძეც დაესწრო. მე გახლავართ ერთ-ერთი მკითხველი, ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული პოეტისა, რომელიც სამწუხაროდ დღემდე არ არის ისე დაფასებული, რისი ღირსიც არის. სხვადასხვა მას ძალიან კარგად ჰქონდა გაცნობიერებული თავისი როლი და ადგილი. მას პაოლო იაშვილი უწოდებდა ჩუქურთმის ოსტატს პოეზიაში. ვალერიან გაფრინდაშვილი რითმის კავალერს. ასევე ტიციან ტაბიძე თვლიდა, რომ თავისი ყრმა თანამოკალმე, ესე იგი 20 წლის ბიჭი იყო დასრულებული პოეტი. შალვა კარმელი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა 24 წლისა, ის წერალი გახლავთ, რომელმაც თავისი კვალი დაამჩნია არა მარტო ცისფერყანწელთა ლიტერატურულ დაჯგუფებას, არამედ მე-20 საუკუნის ქართულ პოეზიაში ბევრი ახალი ტენდენციის შემომტანი და დამკვიდრებელი პოეტი იყო. მან ძალიან დიდი როლი შეასრულა სიმბოლისტური ტენდენციების დამკვიდრების საქმეში. მის სახელთან არის დაკავშირებული ის პოეტური სიახლეები მე-20 საუკუნის 10-იანი და 20-იანი წლების ქართული პოეზიისა, რომელიც ჩვენი მწერლობის ევროპეიზაციის პროცესს კიდევ უფრო მასშტაბურს ხდება. მისდევს ლეილა აშიშების გიჟი აისი, მაგრამ იმ ფანტას ბრმათვალებზე მე უფრო ვკი. გადიფრენს ქარი მკვდარ ქვეყნებზე ლანდებით ხშირი, ჩემთან ლოცვებში მწირი მოლოზნად მოვა თაისი. შალვა კარმელის რამდენიმე ლექსი მსახიობმა ავთანდილ სახამბერიძემ წაიკითხა. ღონისძიებას სტუდენტებთან და უნივერსიტეტის ლექტორ მასწავლებლებთან ერთად პოეტის შთამომავალიც ესწრებოდა. ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მშობლიური უნივერსიტეტში ვარ, ჩემი უსაყვარლესი და ყველაზე საპატივცემლო ადამიანების გვერდით და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ამაყივა, რომ მიზეზი ამ ყველაფრისა არის ჩემი წინაპარი, რომელსაც ნამდვილად ხანმოკლე სიცოცხლე ჰქონდა, მაგრამ მან შეძლო და მოასწრო იმ 24
24 წლის გარდაიცვალა და მოასწრო სტუდენტობაც. იგი იყო ახლად გახსნილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. 2 წლის წინ მინდა გითხრათ, რომ საპატრიარქოშიც გაიმართა შალვა კარმელის საღამო და სტუდენტები ძალიან განხარებული ვართ ამ ფაქტით და ესე ვთქვათ, ჩვენთვის კარგი იქნება თუ ესე ჩამოქმედებით საღამოებში მივიღებთ მონაწილეობას და რა თქმა უნდა ჩვენი მომავალი წინსვლისთვის და წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ესეთი ფაქტები და ესეთი ღონისძიებები. შალვა კარმელის პირველი წიგნი ბაბილონი 1921 წელს გამოიცა. ასევე სურდა კიდევ 2 კრებულის გამოშვება, მაგრამ სურვილი სურვილად დარჩა. 22 ივნისს მსოფლიომ საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღნიშნა. სპორტულ ღონისძიებებს შეუერთდა იმერეთიც. ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაისში გაიმართა. როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ სპორტსმენებს შორის მოეწყო მასობრივი მძლეოსნური გარდენი. გამოვლიდნენ გამარჯვებულები. შეიძლება მიღებულებ ხოლმე მონაწილეობას ასეთ მარათონებში, ესე ვთქვათ, მოკლე დისტანციაში და უნდა ჩაგადასხმოთ შეიძლება რომ ჩვენმა ახალმა საზოგადოებამ მიიღოს მონაწილეობა ასეთ სპორტულ ღონისძიებებში და კარგი არის ჯანმრთელობისთვისაც და მომავალი თაობისთვისაც. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში მოეწყო შეჯიბრი ჭადრაკში. საკუთარი შესაძლებლობების სპორტსმენებმა ასევე გამოცადეს ფრენბურთში, ჩოგბურთსა და კალათბურთში. საერთაშორისო ოლიმპიური ქარტიის თანახმად ოლიმპიური დღე ოლიმპიური მარათონით აღინიშნება. ჩვენ გადავწყვეტთ იმის ჩატარება ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, დიდ ჯიხაისში. ეს ის ადგილია, სადაც დიდი ნიკოს შვილმა გიორგი ნიკოლაძემ საფუძველი ჩაუყარა პირველ სპორტულ მარათონს, რომელიც მკვლევარებმა როგორც ოლიმპიური მარათონი ასე მონათლეს ზუსტად 100 წლის უკან. სპორტულ მარათონს შეუერთდა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი. 22 ივნისი ზოგადად ოლიმპიური დღეა. ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა დიდ ჯიხაისში ღონისძიებები, სპორტული ღონისძიებები ოლიმპიურ სახეობებში. საკმაოდ ბევრმა ახალგაზრდებით 1000-ზე მეტი ახალგაზრდაღებულობს მონაწილეობას ამ ღონისძიებებში, უფროსებთან ერთად რა თქმა უნდა. ფულირებ ცხინვალეთ არის ორგანიზებული. სპორტული მარათონი ოლიმპიურ დღეს იმერეთში ყოველწლიურად იმართება.